მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს კი განვაგრძობთ ჩვენს შემდეგ სტუმართან საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია იმყოფება სტუდიაში. ბატონო რომან, საღამომშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ციტატა: ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და ცხადი რომ ამ თემით უნდა დავიწყოთ საუბარი. როგორ ფიქრობთ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით და გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, არის თუ არა გამოყენებული პოლიტიკურ ინსტრუმენტად გაწევრიანების საკითხი? მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან სიღრმისეული ანალიზი ჭირდება ამას და მოკლე დროში რაც არის შესაძლებელი, მოდით გავაკეთოთ ეს. რა თქმა უნდა, ახლა ამ ანგარიშს, ამ ორად გაყოფილ საქართველოში ორი მხარე ყოველთვის სხვადასხვანაირად აღიქვამს ყველაფერს და ამ კონკრეტულ ანგარიშსაც. ველოდით ახლა დიდი მოულოდნელობა ეს არ იყო, მაგრამ მოდი მე შემოგთავაზებთ ესეთ ანალიზს. გასაგებია, რომ ახლა თვითონ ის თემები რაც არის გამოწეული თვითონ ამ ანგარიში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ეს თემები იდეალური და არც საქართველოში არ არის, რა თქმა უნდა. მე მიმაჩნია, რომ გაზვიადებულია ბევრი რამ, მაგრამ თავარი ამოსავალი წერტილი იცით რა არის. ახლა ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი შედგა, ასეთი ანგარიში. ახლა მე ყველა ანგარიში მაქვს საკითხული, რაც კი ევროკავშირთან ურთიერთობა დავიწყეთ. ამ თემაში ვიყავი ყოველთვის და ყველა ანგარიში ვინახავს და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ჩვენი ასეთი მოლოდინების, ასეთი მიზნების დასახვის შემდეგ ვღებულობთ ამ სიტუაციას, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა მე როგორ ხედავ, გეტყვით ამას. რამოდენიმე ხნის წინ, ესე იგი, გაზაფხული იყო მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა ევროკავშირში უკვე სულ სხვა ტიპის ანგარიში, რომელსაც ერქვა მზაობა ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. იმ 800 მილიარდის დახარჯვას ეხებოდა ეს, რომელიც უნდა მოიძებნოს უახლოეს 60 წელიწადში და ამ დოკუმენტის მიხედვით და მე ეს დოკუმენტი სხვადასხვა თვეებში ზუსტდება ხოლმე ქვედოკუმენტების სახით და ოქტომბერი საკმაოდ ესეთი დატვირთული თვე იყო ამ დოკუმენტიდან გამომდინარე სხვადასხვა დოკუმენტების დაზუსტების სახით, სადაც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია თქვა ცალსახად, რომ ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ომისათვის. ეს დოკუმენტი არის მაგის აუცილებელი მაგალითი და ხა ვისაც უნდა გაერკვეს ამ ყველაფერში ამ დოკუმენტს აუცილებლად უნდა იცნობდეს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პრინციპში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსახავს კონკრეტულ მიზნებს, კანდიდატ ქვეყნებს, რომ მილიტარიზაციის პროცესი ჩაერთოს მთელი თავისი სიმძლავრით. იქ ლაპარაკია, რომ კერძო სექტორი როგორ უნდა მოხდეს ჩართვა ამ შეიარაღებაში, ლაპარაკია შესყიდვაზე, ეს თავიდან დიდი მსჯელობა იყო თვითონ ევროკავშირი თვითონ შეძლებს ამ შეიარაღებისათვის საჭირო წარმოების გააქტიურებას თუ ამერიკის იარაღის შესყიდვაზე უნდა იყოს, მაგრამ ის რომ ეხლა ჩვენ 5 წლის წინ რომ ვერ წარმოვიდგენთ ესეთი რაღაცები ხდება, მოდი ესეთი კუთხით დავფიქრდეთ იმაზე, რომ გარდაუვალია 30 წლისათვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება. მე ამას ასე ვხედავ, ამიტომ ეხლა გაფართოების ანგარიში ფაქტიურად ეს არის ანგარიში, რომელიც არის მოწვევა ქვეყნების რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვისაკენ. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მოწვევა. შეგიძლიათ თუ არა თქვენ ხართ თუ არა თანახმა იყოთ ბუფერული ზონა საომარ მოქმედებებში, რომელიც 30 წლისათვის დაიწყება ჩვენსა და ევროკავშირს შორის. აი მე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ასე უყურებ, ეხლა მაშინ უკვე ამ ანგარიშზე მსჯელობაში რომ მოვდივარ, დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებები და ეს ყველაფერი, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება იდეალური არ არის და მე ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეცეს საქართველოს მოსახლეობას მაგაზე მსჯელობის თავარი უფლება აქვს თვითონ ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ამიტომ ეს საკითხი ჩემთვის სამწუხაროდ მეორე ხარისხოვანი ხდება. ის რაც ყველაფერი აქ არის ჩამოწერილი, თუ შენ ამ დოკუმენტს იცნობ, თუ შენ ასე უყურებ ამ ყველაფერს და თუ შენ ეჭვი არ გეპარება იმაში, რომ უკვე ევროპასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება არის გარდაუვალი, მაშინ ახლა ჩვენ რო ვიძახით, რომ რაღაცები ისე შეიცვლება 30 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანება, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ 30 წლისათვის ჩვენ ვემზადებით ჩვენს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისათვის ჩვენი დასრულობის ხარისხით. მოდით ასე შევხედოთ ყველაფერს.
ეს დოკუმენტი ახლა როგორც გითხარით 6 თვის წინანდელი იყო გაზაფხულზე გამოქვეყნდა, მაგრამ ამასინად მაგას გადავხედე, როცა მერცის თემები გააქტიურდა და იმ განსაკუთრებულად ძლიერი რაღაც იარაღის გადაცემების თემა რო გააქტიურდა. ახლა ამ იარაღის გადაცემას აქ ერთ-ერთი მიზანი, ესეც უნდა გავიგოთ რა. ჩვენ რაღაცნაირად აი დემოკრატიული სამყაროს მიმართ ჩამოყალიბებული ეს ჩვენი ძალიან საკრალური დამოკიდებულება ხელს გვიშლის ხანდახან გავიგოთ რა არის რეალური პოლიტიკა, რომელიც როდესაც პოლიტიკური ინტერესები იქნება სამწუხაროდ, იქ მორალური და ეკონომიკურიც კი ინტერესები ხანდახან უკანა მხარეს გადადის და ამის მთავარი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხდეს რუსეთისაგან სერიოზული შეტევა ევროპის თუნდაც რომელიმე ქალაქზე. იმისათვის რომ შემდეგ ტრამპმა თავის მიერ დეკლარირებული ეს პოლიტიკა პოზიცია რომ ეს ჩემი ომი არ არის და ეს ბაიდენის დაწყებული ომი, ეს ფრაზა რომ შეიცვალოს, აი ამას ემსახურება აი ამ რაკეტების და დაუშვათ დანადგარების გადაცემა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, აქ ახლა მთავარი მიზანია რომ რუსეთმა განახორციელოს ერთი ისეთი გასროლა და დარტყმა ევროპის რომელიმე ქალაქზე, რომ უკვე ტრამპს აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გაემიჯნოს ამ ომს ისე როგორც თითქოს ემიჯნება. უკვე აღარც ემიჯნება პრინციპში, ხა ბევრი განცხადება ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ტრამპი არ არის ახლა ერთი თვის უკანელი ტრამპი და ეს მოლაპარაკებებიც ამიტომ ვერ შედგა. ამიტომ ეს ყველაფერი ხარ, რაც მე მოგახსენებ თქვენ დღეს თითქოს აი ევროკავშირის ანგარიშის განხილვა არის, რომელშიც საქართველოს ძალიან ისე არის წარმოდგენილი, რომელზეც ყველას გული წდება, რა თქმა უნდა. ბატონო რომანა, ეს გითხავთ რა გააკეთა მოლდოვამ და უკრაინამ, აი ამ ფორმატით რომ შევხედოთ, ისეთი, რაც თქვათ არ გაუკეთებია საქართველოს. დამერწმუნეთ, ეს არ არის მთავარი განხილვის საკითხი აქ. უკრაინა, რაშია ჩართული ხედავთ, მოლდოვაში ახლა მოსული არის ის ძალა, რომელიც პრინციპში თანხმობას აცხადებს იმაზე, რასაც მე გეუბნებით, რომ ჩვენ მზადა ვართ ვიყოთ სამხედრო დაპირისპირებაში თქვენ რომ გამოგადგებით ის ქვეყანა 30 წლისათვის და საქართველოს არ აცხადებს ამ მზაობას. და აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენთვის დღეს პრესკონფერენცია იყო ევროკავშირის ელჩის და აი რა არის ისეთი ორი ჟურნალისტი უსმევ დასვა შეკითხვა და აი ხარია უბრალოდ ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ ელჩი არის უბრალოდ ხარი, რაც გამოიხატა კიდევაც აი სხეულის ენა ხომ იცით არის ასეთი ტერმინი რა. ერთი ჟურნალისტის მიმართ მისი პასუხი იყო რაღაცნაირი, რაღაც არ იყო, ხოლო მეორე ჟურნალისტი იყო მისტიანი. ეს აღარ მინდა ხა დავკონკრეტე რომელი ჟურნალისტმა რა ქონდა, მაგრამ ხარია აშკარად და რაც არ არის ახლა ამ ხელა თანამდებობის მქონე ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანს ყველა ელჩი ვიცნობდი ბოლოს ამის გარდა პრინციპში პირადად ვინც კი ყოფილა დაწყებული პირველი ელჩიდან და სამწუხაროდ ახლა ჩვენ იმაზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი 22 წლის ეგრე ხო განსაკუთრებით შეიცვალა. ახლა ეს ოპოზიციის ის ნაწილი რომელიც გამოდის არა უსმენ მათ აქტიურად და ისინი რა თქმა უნდა ახლა რუსთაველზე, ადამიანის უფლებებზე, მთელი თემებზე კონცენტრირდებიან, გასაგებია რაც არის, მაგრამ იცით რა მიკურს ყველაზე მეტად, აი იკრიბებიან ესენი იმ ტელევიზიებში, რომელიც საკუთართავს კრიტიკულ ტელევიზიებს უწოდებენ და აი არც ერთი შეკითხვა არ არის ჟურნალისტის მიერ დასმული ასეთი, რომ გავიგეთ ახლა დაუშვათ ეს თქვენი პოზიცია ევროპა, როგორ თქვენ რო გესმით, რა კარგი რამეა და ჩვენ რო არ გვესმით ეს მიუხვდით, მაგრამ თქვენ რუსეთთან რას აპირებთ საერთოდ ამაზე ერთი არც შეკითხვა ისმება. მარტო არის დახასიათება ემოციური თუ რაც ცუდი სივრცეა, რუსული სივრცე, როგორ შეიძლება მაგის ევროპასთან შედარება, მაგრამ აი შეკითხვა რომ დაუშვათ, ხო იძახით რომ თქვენ ხართ უსვამ ამ შეკითხვას ქართული ოცნებას ამბობთ რომ ეს არის რუსული ოცნება. და ვერ ვძვით რა რომ ქართულ ოცნებას ვერ ვძვით რუსეთს. აი დავამარცხეთ დაუშვათ ეს ქართული ოცნება და წავიდა და მოყვეთ თქვენ. შეკითხვა ხო არის თქვენ რუსეთთან რას აპირებთ, როგორ აფასებთ კი არა. როგორ აფასებთ გავიგე, რას აპირებთ უბრალოდ ეხა რუსეთთან რომელსაც მთელი ევროპა 8 მილიარდ ძეძებს რომ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეს და თქვენ რას აპირებთ? არც ჟურნალისტის ამ შეკითხვას რომელიმეს. აი ერთ შეკითხვას მე რას აპირებ, ხო არის საინტერესო რას აფირებენ ესენი, რას ფიქრობენ უბრალოდ იქნებ მოგვეწონოს მაგათ იდეები და ხვალო ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს ქართულ ოცნებაზე და ვფიქრობთ ეს რა გადასარევი აზროვნება ქონია ამ ხალხს. იცით რა რაღაც ესეთი ექსპერტული მიგნება იმისა თუ რა გენიალური სივრცეა ევროპა, ჩვენ არ გვესმის მათ ესმით და თან ახლა იმიტომ გეუბნებით ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას სოფლიო. ევროპა ემზადება სამხედრო დაპირისპირებისათვის. ახლა ამდენი ფული რო დაიხარჯება, ძალიან ცოტა ალბათობა იმის, აი ჩვენ ვერც კი დავინახავთ მაგას რომ ეს შეერაღება ესე მომზადდეს და რუსეთს ძალიან გაუჭირდება ახლა ამას წინააღმდეგს და თელ სოფლიოს რა დისიეშინო და საბოლოო ჯამში კუთხეში მიწურეული რუსეთის, ხო?
აი ეს გამარჯვება ყველაზე მეტად ყველას ეშინოდა იმ მდგომარეობის, როდესაც რუსეთი მივა იმ მდგომარეობამდე, რომ მე პუტინის ცნობილი სიტყვები ახლა რა უნდა იმ სოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება, ეს არ არის ის ფსიქოტიპი, რომელსაც ტყუილად თქვა ეს ამბავი და ხა მაგას თავისი გარემოცვა თუ გაანეიტრალებს, ასეთ შემთხვევაში, თორე გარედან მაგის განეიტრალება აღარ მოხდება და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვიმჯელოთ ახლა ამანგარისზე და ვილაპარაკოთ ადამიანის უფლებებზე და კონცენტრირდეთ რუსთაველზე და შეიძლება არც მე არ მომეწონა ვიღაცამ რომ რაღაცა იქ სამარშრუტო ტაქსში ვიღაც ადამიანი შეტენა რაღაცა ხუთმა კაცმა როცა შეიძლება ორს შეიყვანა და ეს გასაგები ახლა პოლიცია თავის ლეგიტიმურ ძალას ლეგიტიმური იმიტომ ქვია რომ აქ მაგის უფლება მაგრამ სასიამოვნოს ანახავ ეს არსად არ არის ეხლა ჩვენთანაც ეხლა ალბათ რა არის ჩვენ ქვეყანაში იდეალური ეგრო იყოს ალბათ არ არის ეს მაგრამ ამიტომ თავი რაც არის მე ყველას თქო ასე შეხედოს ეხლა ამას თორე სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით უბრალოდ და თუ ამდენი ხალხი აი ასეთ თემებს საერთოდ აიგნორებს წარმოდგენაც არ უნდა რომ ეს ყველაფერი რეალურია მაშინ ჩვენ როგორ გადავრჩებით ჩემთვის წარმოუდგენელია უბრალოდ ეხლა თუ შენ ირჩევ იმას რომ აი ვიომოთ აი ხო ზოგი არა ვიომოთ რა ომში ჩამთვლები ვართ ჩვენ მე იმას თავმჯდომარის პოზიცია ესეთი რომ შანტაჟი არ გამოვა ხელის ჩაქნებას არ ვაპირებ საქართველოს გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის რომლის მიზანიც არის ევროპული ღირებულებების დაბრუნება რას გეუბნებათ თქვენ მაგალითად ხელისუფლების განწყობა და მზაობა რისთვის არის მზად და რისთვის არ იცი რა ხელისუფლებას ეხლა სამწუხაროდ მე არ ვიცი ზუსტად ამ წუთას ეს ახალი რეალობები ეს რეალობები ყოველ კვირაში იცვლება ხა ერთი თვის უკვე სხვა რეალობა იყო აი ხელისუფლების ეს რიტორიკასაც ჩვენ დაველოდებით და მეც ვფიქრობდი რომ იქ ისეთი ძალები მობილიზებიან ახლა რაღაც ევროპაში რომ ცვლილებას მეცველოდები ევროპაში და ეს რიტორიკა რომ აი ევროპა შეიცვლება და მე ჩვენ რაღაცებს ეს უკვე წარსული ეს უკვე ესე აღარ არის ახლა ეს როგორც არ უნდა შეიცვალოს ეს ომის მანქანა არის ჩართული ჩემ მეზით ეს უკან ვეღარ მოbrunდება ახლა და ამიტომ ახლა ის საუბარი იმაზე რომ ჩვენ 30 წლისათვის მაინც ვემზადებით ევროპისათვის იმიტომ რომ ღირებულებითი თანხმედრა მოხდება ეს უკვე ნელ-ნელა არასერიოზულ საუბარს ემსგავსება ახლა იმიტომ რომ ჩვენ ახლა თუ ვემზადებით ვიმეორებ რუსეთთან საომარი დაპირისპირებისათვის კი ბატონო ვემზადოთ მაგრამ სხვა ალტერნატივა მან დარჩანს ახლა ჩვენ ერთადერთი გამოსავალი მაშინ რაშია გამოსავალი იმაშია რომ ჩვენ შიგნით როგორმე იქნებ მოვახერხოთ რომ ჩამოვყალიბდეთ იმ საზოგადოებად რომელიც ადეკვატურად რეაგირებს გარეთ მიმდინარე ბოლნებზე შეიძლება ვერ ჩამოვყალიბდეთ ეს ადეკვატური რეაგირება როგორი შეიძლება იყოს ადეკვატური რეაგირება ნიშნავს იმას როდესაც ჩვენ ერთმანეთის მოსმენა მაინც შეგიძლია ყოველ შემთხვევაში და ჩემი პოზიცია მე რო ასე ვხედავდი ამ რაღაცებს ამის უფლება რომ იქნებ დაფიქრდე და მე იმიტომ დავსვი იქეთა მხარის მიმართ შეკითხვა თქვენ რუსეთთან რას აპირებთ პოზიცია საერთოდ გამოხატეთ აი მე ლაპარაკობ რომ ეს არის საშიში როცა იძახით ეხლა რომ ეს საშიშროება თუ ჩვენი გამოგონილია მაშინ თქვით რომ ჩვენ მოვიგონეთ ეს და უბრალოდ არარეალურია თუ ბრძოლას აპირებთ რისი მებრძოლები ხართ ამას რატო ამბობთ იცი ახლა იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ახლა ბრძოლაში მარტო დაპირისპირება კი არ არის ადამიანები რას ვგევართ ჩვენ შევხედოთ რა ჩვენ თავს ადამიანო ორჯერ სიგნალი რომ მისცეს წინ მანქანა შეიძლება გამოვიდეს და ცოცხალს ყელი გამოჭამოს აი ესეთია ჩვენი ერთმანეთის მიერ დამოკიდებულება და აქ რო რამის დეფიციტი შეიქმნას ვინმე ვიღაცა ერთნაჭერ პულს გაუყობს ამას გულისხმობთ თუ არა იმას რომ ახლა რამდენი ადამიანი შეძლებს იარაღის ხელში აღებას და დაუშვათ შიშის დაძლევას და ბრძოლის ველზე წასვლას მარტო ეს კი არ არის გაერთიანება რას ვგევართ საზოგადოება სარკეში ხედვა უნდა მოვახერხოთ, აი ეგ უნდა გავაკეთოთ. ხელისუფლება უნდა მოვახერხოთ, რომ იქნებ სარკეში ჩავიხედოთ და დავინახოთ რას დავემსგავსეთ, იმიტომ რომ გარეთ ისეთია. მაგრამ რესურს ხედავთ ბატონო რომ სარკეში ჩავიხედოთ და დავინახოთ რას დავემსგავსეთ. ვერ დავინახავთ და ვერ გადავრჩებით, ახლა ჩვენ გვინდა რომ მაინდა-მაინც კარგი პასუხი არსებობდეს და ეს კარგი პასუხი შეიძლება არ იყოს ხალხო მაგა. თუ ვერ ჩავიხედავთ, ვერ გადავრჩებით. იმიტომ რომ აქ საჭიროა ისეთი საზოგადოება. მაგრამ რესურს რამდენად ხედავთ ამის დღეს რასაც ძალიან შეზღუდულია ეს რესურსი, იმიტომ რომ ძალიან დაგვიანდა სამწუხაროდ. ეხლა მე ძალიან ბევრი დრო დაურთმე ზოგადად აი პოლიტიკად დაინტერესების შემდეგ იმას თუ როგორ ფორმირდება ადამიანის შეხედულებები. ეს არის ურთულესი პროცესი და ჩვენ ვართ გახლეჭილი მსოფლმხედველობრივად და ამის ესე იგი შეწებება შეუძლებელია. აქ შესაძლებელია მხოლოდ ის ადამიანები თუ ჩაერთვებიან მონაწილეობაში თუ შედგება საუბარი რომლებიც მხოლოდ თავისი მომხრეების გაზდას კი არ ეცლებიან. არამედ საკუთარ შეცდომებზე დაფიქრების უნარი აქვთ და შეუძლია დაფიქრდნენ რაიმე ხუარე მეშლება მე თვითონ. თუ ასეთი ადამიანები არ შეერთვებიან აქეთ იქიდან, მაშინ აქ ერთმა უნდა გააჩუმოს მეორე და ჩართულია კიდევაც ეს პროცესი და როგორ დამთავრდება და როგორ
გაგრძელებას მიიღებს, ეს მე არ ვიცი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ უპასუხებთ ვერაფერს იმას, რაც გარეთ ხდება. ანუ თქვენი შეკითხვა რა გავაკეთოთ? კარგი გამოსავალი არის ის, როდესაც პოლიტიკოსების ჩვენ და თქვენ გვისაუბრია ხოლმე ამაზე, ხა არის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან ძაფრად დაპირისპირებული არიან ერთმანეთში, მაგრამ არის კიდე უკანა ფონი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში ჩართულები არიან, მაგრამ მაგათ მე ვარ შეხედულება მაქვს უბრალოდ და ასე პოზიციონირებ. ეხლა არც მუხლები მიკანკალებს ინვესტიციაში და არც ვალი მაქვს არავის, უბრალოდ ასე ვფიქრობ და ვლაპარაკობ. მიკეთა მხარესაც ხო არიან ეგეთი ადამიანები. ჩვენ თუ შევძლებთ რაღაცნაირად ერთმანეთის პოზიციებზე დავფიქრდეთ და მე სარკეში ჩავიხედო პირველში რამე იქნება არის გასათვალისწინებელი იქეთ და ისენიც ასე უნდა მიუდგნენ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის და ხო მაგრამ აი ამ დიალოგის მზაობას რამდენად ხედავთ ბატონო ფაქტია რომ არ არის ამ თუთას არ არის მინდოდა მე თქვა მათ შორის პოლიტიკოსების ხედავთ შეიძლება რამოდენიმე ადამიანი იყოს როდესაც არაერთხელ ყოფილა შეთავაზება რომ დავსხდე დავილაპარაკოთ შეხვდები სხვადასხვა ჯგუფებს და მუდმივად მოდიოდა უარი იცით რა ეხლა აქ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ხელისუფლებას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აქვს ასეთ ცხადია ამიტომ ვაკეთებ ამიტომ ეხლა ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან თუმცა იქეთა მხარის რაღაცა კატეგორიულობას და მიუღებლობასაც ხედავ იმიტომ რომ ესენი სხვა მსოფლმხედველობის ხალხია მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე იმაზე როცა აი ამ თემებზე მაგალითად ვიდა ახალგაზრდებთან რაღაცა გავარკვევ ადამიანები როგორ და რა თვითონ იდეოლოგიის განმარტება ასეთი არის რა რომ იდეოლოგია არის მცდელობა ამა თუ იმ ნაციის თავისი ცივილიზაციის შენ დაგარწმუნოს თავის უპირატესობაში შენს ცივილიზაციასთან მიმართები და ჩვენ ყავს აქ ადამიანთა რაოდენობა ძალიან დიდი რომლებმაც აღიარეს ანგლო-საქსონური ცივილიზაციის უპირატესობა ჩვენს ცივილიზაციასთან მიმართებაში და ეს ხალხი ახლა ამ ცივილიზაციური დაპირისპირების ფონზე იქეთა მხარეს არის შეიძლება თვითონაც ვერაცნობიერებენ ამას ახლა ასეთ სიტუაციაში დალაპარაკება ძალიან ძნელია ურთულესია ეს დალაპარაკება აქ ახლა ჩვენ თუ დავფიქსდებით იმაზე ამას კიდე ცალკე გადაცემა უნდა სულ არ არის ხოლმე მაგის დრო ხო აი რა არის ამ გახლეჩილობის მიზეზი რა დაპირისპირება ეს რა არის ის ღირებულებები რისთვის და რომელიც ესე ეძვირფასება იმ ხარეს ესეც ხო არის ეხლა ყველა აგენტი ხო არ არის კაცო იგით არიან ადამიანები რომლებსაც ეძვირფასებათ გარკვეული ტიპის ღირებულებები და თვლიან რომ აი თუ არა ევროპული ძალიან ხერხულია იქით მხარეს აქეთოს აქეთ მხარესაც არიან ადამიანები რომელთაც ეძვირფასებათ ის ღირებულებები რომელსაც მე ამას ასე არ ვქნა მაგრამ მეც მეუხერხულება ორ მხარედრო ვახასიათებ ამას რომ გახლეჩილია ეს ქვეყანა უკვე და ამას ახლა თუ არ დავარქმევთ წაღელს და თავს მოვიტყვებთ რა ვიცი მაგით რას გავაკეთებთ ამიტომ იქეთა მხარეს ეს ადამიანები რომელსაც ძალიან ეძვირფასებათ ეს ღირებულებები ჩვენ უნდა დავფიქრდეთ მათ ღირებულებებზე ისინიც უნდა დავფიქრდნენ ჩვენ როგორ ეძვირფასება ასე და რატომ ვერაფრით ვერ შევეგუეთ იმას რომ ეს მარტო ღირებულებით ნაწილი, მაგრამ ღირებულებით ნაწილი ერთი მხარეა, მარტო აქ უკვე მარტო მხოლოდ ღირებულებით დაპირისპირება აღარ არის. იყო დრო, როცა ეგ იყო დომინანტი. იყო დრო, როცა ჩვენი დაპირისპირების მთავარი თემა იყო ღირებულებით დაპირისპირება და აქ დავაგვიანეთ ჩვენი გამბავი, რომ აი გაიხლიჭა საზოგადოება, მაგრამ ამას ეხლა დაემატა სხვა რამე. ევროპასთან მარტო ეს ნაწილი კი არ არის ჩვენი ინტერესები ერთმანეთს აღარ ემთხვევა არა მარტო ღირებულებათა იმის გამო რომ დაპირისპირება არსებობს და ისინი თავისიანად ერთ ნაწილ ხალხს მიიჩნევენ და არის ხალხი რომელსაც თავისიანად არ მიიჩნევენ და არის ის მეორე რაზეც ახლა გელაპარაკებ ზაობა ომისათვის და მთელი მსოფლიოს განხილვა სწორედ ამ კონტექსტში ვინ გამოგადგება და არ გამოგადგება ამ დაპირისპირებაში რუსეთთან მიმართებაში და ბატონო ამ პროცესში ახალგაზრდების როლი და ზოგადად დამოკიდებულებას როგორ ხედავთ ახალგაზრდების დამოკიდებულებას პროცესისადმი ეს არის ყველაზე ურთულესი თემა ხავტომაკ აი ურთულესი თემა არის იმიტომ რომ თვითონ ეს ინდივიდუალური თავისუფლების თემა რომელიც ესეთნაირად იყო პოპულარიზებული და ასოცირებული დასავლეთთან იმიტომ რომ ისინი იყვნენ სწორედ ავტორები, სწორედ ამ თემის ინდივიდუალური თავისუფლების თემის შემოტანას. მაგრამ ჩვენ თავიდან როდესაც აი ევროპული თემებით დავინტერესდით, სიღრმისეულად ყველაფერში არ შევედით, რომ ამ ინდივიდუალური თავისუფლების თემა რომ გულისხმობდა თავისთავად იმას, რომ კულტურა,
ნებისმიერი არის ძალიან რეპრესიული მექანიზმი, რომ კულტურის რეპრესიისაგან განთავისუფლებული ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, ის რომ ადამიანი თავისუფალია მაშინ, როდესაც ის ყველა ტიპის ზეწოლისაგან თავისუფლდება, თუ რაღაცა მთლიანი სამყაროსეული თავისუფლების ნაწილი შეუძლია გახდეს რაიმე სხვადასხვა პრაქტიკების მეშვეობით, რომელსაც შეიძლება გარკვეული აკრძალებები ახდეს თან. ეს ორი მსოფლმხედველობრივი გახლეჩა აქ კი არა, მსოფლიოში სულ არსებობდა. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სამყარო ადამიანი არის რაღაცა ბუნების მატარებელი და რაღაცა შემოქმედის კვალი არის მაშინ. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის როგორც სუფთაფურცელი ისე იბადება და ამიტომ ნებისმიერი კულტურის შლეიფი მას უნდა მოაცილო, რომ ის თავისუფლად გაიზარდოს და ჩვენ ახალგაზრდები ამ მეორე ალტერნატივით გავზარდეთ. იმიტომ რომ ეს იყო დომინანტი იდეა ზოგადად ევროპულ იდეაში და დღეს, როდესაც ცივილიზაციური დაპირისპირებები იწყება, ცივილიზაციები იწყებენ თავისი საფუძვლების ძიებას და საფუძველი ცივილიზაციის რელიგიებია. მიუხედავად იმისა, შენ რა დამოკიდებულება გაქვს ამის მიმართ, არა? თუმცა ის სივრცე, სადაც აი ამ ორ პოზიციას ერთმანეთთან ჯანსაღი მსჯელობა შეუძლია, ეგ არის ნორმალური სივრცე. მე შეიძლება ასე ვფიქრობ, მე რელიგიური შეხედულებების ადამიანი ვარ, მაგრამ მე არ უნდა მქონდეს დამცინავი და ცინიკური პოზიცია იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასე არ განიხილავს. არც იმან უნდა მაკადროს ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიერ. ეს იქნებოდა ნორმალური საზოგადოება. ჩვენ ეხა ევროპაში მისწრაფებას რა აზრი აქვს? ჩვენ ხო იქ იმიტომ მივდივარდით, რომ თითქოს ასეთი საზოგადოება გვეგულებოდა იქ, აბა რა შექვა სხვა არჩევანის თავისუფლება ნიშნავდა მაგას, რომ ამ პოზიციასაც იმ პოზიციაზე და კიდე შუალედურ პოზიციაზე არის ადამიანები, რომლებიც არც ისე ფიქრობენ ბოლომდე და არც ასე იყო ეს შუა საუკუნეებიდან. ადამიანის თავისუფალი ნება აქვს თუ არა აქვს, იქიდან დაწყებული, რომ გაავლო ეხლა ეს პარალელები მემარჯვენეობასთან და რა ვიცი, სახელებრივ დავასახელოთ, ასე იყო და ხა თქვენ რომ ახალგაზრდებზე მეკითხებით, ახალგაზრდები ჩვენ გავგზავნეთ ისე, რომ ამ არჩევანის თავისუფლების იდეა ვერ გავაგებიეთ კარგად და ამათმა მიიღეს ერთი იდეა მხოლოდ და ინდივიდუალური თავისუფლების ის გაგება, რომელიც ასე ეძვირფასებად და გონიათ, რომ ეს არის მხოლოდ ევროპაში. და შენ რო გამოდიხარ ახლა აქ, უყურეთ რო უპირისპირდები ამას. აქ უყურეთ როგორი თემა არის ევროპა, აქ მივიდა ამ ინდივიდუალური თავისუფლების თემამდე, იმიტომ რომ მას ძალიან ცუდი პრაქტიკები ჰქონდა ნებისმიერი რელიგიური ტიპის სრულყოფილების ცდილობების და ეს პრაქტიკა გავლილი ჰქონდა რა ამას რომ მიადგე ხა შენ რომ გამოდიხარ აქ და იწყებ თითქოს ალტერნატიულ შეთავადებას, მით უმეტეს რაღაც ახლა ფულის კულტურაში ცხოვრობ. აღარ მინდა დაუჩაოვნავდე რაღაცა კორუფციულ ამბებს, ახლა სანთელი რო გიჭირავს ხელში და 9 მილიონს რომ მე სადღაც გიპოვნიან, ახლა ეს დისკრედიტაციას უკეთებს ძალიან ბევრ შენს პოზიციებს და ამიტომ გაგექცევა ხელიდან ეს ახალგაზრდა, ამას სულ სხვა პრაქტიკები ჭირდება, სულ სხვა ტიპის შინაგანი მოტივაციის ხალხი ჭირდება, რომ ეს ხალხი უკან უაბრუნო და ეხლა ამის გამოყენება გადასარევად ხდება იქედან და ის დოკუმენტი, რომელიც მეკითხარით, ევროპის თავდაცვის კონცეფცია, ამას ეხლა გაითვალისწინებს, არ გაითვალისწინებს, ის უბრალოდ როცა დაჭირდება ამ ახალგაზრდებს და ყველას, ვისაც ასე ჯერა, რომ ევროპა არის ეს ინდივიდუალური თავისუფლების სამოთხე, დაუქნევს ხელს და ესენი გაიქცევიან იქეთ, მოტივაცია იქნება 30 წლისათვის სამხედრო შეერაღება რუსეთთან და ვინ გაარკვევს ახლა ამას ყველაფერს, თუ ამაზე მსჯელობის ძალიან დიდი სივრცეები არ გვექნა და თუ ჩვენ არ დავფიქრდით იმაზე, რომ იქეთა მხარე რას ფიქრობს და ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ, თუ იქეთა მხარე ერთი ზუსტად არ დაფიქრდება, იქ და მართლა იყოს მსჯელობის სივრცეების არსებობის აუცილებლობასთან. ბატონო? მაინც მივდივართ საბოლოოდ მსჯელობის სივრცეების არსებობის აუცილებლობასთან. აბა მეტი გამოსავალი რა არის? მე სულ მომხდარა სამი ალტერნატივაა სულ. თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ან ტერიტორია უნდა გავყოთ და მაგის საშუალება არ არის. სხვადასხვა ტერიტორიებზე ხარ ვიცო, ან მაშინ ერთმა მეორე უნდა გააჩუმოს და დღეს ეგ პროცესი მიმდინარეობს. ვერ დაველაპარაკეთ და ვისაც ძიმე დაპირისპირებაში გადადის ეხლა. ეს აუცილებლად ეხლა ჩვენ სამოქალაქო ომში ვართ უკვე. ეხლა ომი დავიწყოთო, რომ ვიზა ჩვენ ომში შევიდეთ ეხლა, რომ ღმერთმა ლუქნოს რომ მოხდეს, ალბათ ზურგში მოხვედრილი ტყვეები უფრო მეტი იქნება, ვიდრე წინდან ადამიანებს ისეთი დამოკიდებული გვაქვს ერთმანეთთან. აი ეგ არის ეს საზოგადოება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამას ეხლა მკურნალობა უნდა ადამიანები, რომლებსაც ტკივათ ეს განიცდიან ამას და ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ დაფიქრდნენ საკუთარ პოზიციაზე. ჩვენ ამ საკუთარ ყოველთვის მithქვამს ეხლა რომ მე ძალიან მიყვარს თქვენი ეთერი, იმიტომ რომ აქ ხედავ სხვადასხვა ეს არის გამოსავალი. ეხლა ჩვენ დაყოფილია სივრცე პოდკასტებად, ტელევიზიებად, ადამიანები ჯდებიან თავის ტელევიზიებში.
იღებენ მოწინააღმდეგის პოზიციას, მაქსიმალურად ცინიკურად ან რაღაც ესეთი ხედმაღლურად განვიხილავთ, გავიმარჯვებთ იმ პოზიციაზე, მე მშვიდობიანად წავალთ იქიდან. ისინიც იგივეს აკეთებენ. ეს კი ბატონო, მე მოვაგროვე დაუშვათ ეს ჩემ ხარდამჭერები, მაგრამ ეს ახლა ვინც ისე ხედავს, როგორც მე ვხედავ, ასე ხედავს უკვე და დამთავრებულია. ისინიც ვეღარ შეცვლიან თავის შეხედულებებს და ეხლა გარეთ ეგეთი მდგომარეობა რო არ იყოს, არა და ჩვენ დრო გქონდეს, ვიტყოდით რომ ნუ კარგი დღეს არა, ხვალ არა, რაღაცა ნელ-ნელა გავაკეთებთ, მაგრამ სიტუაცია ესეთია 2 წელიწადში რა იქნება, არავინ არ იცის. ამიტომ შენ გჭირდება საზოგადოება, რომელიც მზად იქნება ადეკვატურად რეაგირებისათვის და ადეკვატურად რეაგირება არის ფარდობითი ტერმინი. სოფხედველობრივია, როცა შენ სოფხედველობრივად გახლეჭილი ხარ, ესე იგი შენთვის ადეკვატური სხვა რამეა და ჩემთვის ადეკვატური სხვა რამეს ნიშნავს და გამოდის რომ ვერ შევხვდებით ამას მომზადებული. ამიტომ შეიძლება ახლა ჩვენი აუცილებლად კარგი პასუხი გვინდა და შეიძლება ეს თუ დაიწყო მართლა ესეთი დაპირისპირება, ახლა აი ნახეთ თუ დაიწყო ევროპასა და რუსეთს შორის დაპირისპირება. ეხლა პრემიერი რო ჩინეთშია, ეს არის ერთადერთი შანსი თქვენ წინა რესპონდენტზე ეკითხებოდით. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ევროპასა და ჩინეთს შორის ეს 700 მილიარდიანი ვაჭრობა შეიძლება ჩვენი წილი ძალიან მიზერულია, მაგრამ და რაღაცა მაინც ჩვენ დივერსიფიცირების კონტექსტით განვიხილებით ამ სავარშუდო გზების, მაგრამ მაინც ალტერნატივა ვართ და ეგ ერთადერთი საშუალება არის ჩვენი, რომ იქნებ ჩვენ არ ვიქნოთ განხილული, თუ ეს დაპირისპირება მოხდა, რომ აუცილებლად მოგვეთხოვოს რომელიმე მხარეს სასახად დადგომა. იმიტომ რომ ეს აუცილებლად ომია და თუ ჩვენ მოგვეცემა მაგის საშუალება, რომ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ის რისკი, რაც მიილტვის ახლა და ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ ჩემი მხარდაჭერა იმით არის განპირობებული, რომ ესენი ბოლომდე ვერ გავიგე, რას აკეთებენ ზოგჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ცალსახად დაპირისპირების სამიზნე რო არ გახდნენ, ეს გავიგე. და ამიტომ მხარდაჭერა აქვს მათ ამ ჩემი ოპოზიციის ძალიან გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ ესენი საერთოდ არ აღიარებენ ამ რეალობას და გასაგები კი არის, მაგრამ მიუღებელია. ამიტომ ახლა ალბათ ხელისუფლებისთან დაკავშირებით ალბათ აი რაღაცები რაც ჩვენ არ ვიცით და ამიტომ ყოველთვის ვიტოვებ მაგას, ჩვენ კი არა საერთოდ არავინ არ იცის ახლა ინფორმაცია ძალიან ცოტა იმ წყალქვეშა დინებებისთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებზე მოქმედებს, იმ ძირითად ლიდერებთანაც კი ახლა ტრამპმა რამდენად იცის რაღაცა ისრაელის ყველა ნიუანსი, მაგას განიხილავს ხალხი და ახლა წარმოიდგინე ჩვენი ინფორმირების დონე როგორია და ამიტომ ახლა თქვენი ეთერი კიდე სხვა შესაძლებლობები როგორ მე იქნებ მოვახერხოთ ის რომ აი პრორუსები და პროევროპელები დავამთავროთ იქნებ რა არავინ არ არის პრორუსი და არავინ არ არის პროევროპელი უბრალოდ არიან ადამიანები რომლებიც იმ ცხოვრების იმ შეხედულებების გამო რომლებიც მათ აქვს ასე ხედავენ რაღაც მოვლენებს და გაგებით უნდა შევხედოთ ჩვენ ამ მე მესმის რატო ხედავენ ესენი ახალგაზრდები ან დაუშვათ ადამიანები უბრალოდ აი დაფიქრდნენ ამაზე რომ აი მათ შეფასებებში არის როგორია რუსეთი, როგორია არ მინდა გავიგე, როგორია ევროპა, კი ბატონო, ეგეც გავიგე, მაგრამ რას აპირებთ თქვენ ამაზე გამეცით, თქვენი მოსაზრება რა არის? ჩვენ პაუზას ვაკეთებთ, არ გვინდა გამოვჩდეთ, როგორც მაქსიმალურად სახსადახარე, რომელიც არის აბსოლუტურად სამიზნე მისი და პოზიციონირებთ ისეთნაირად, რომ თითქოს გვინდა თუ არის დარჩენილი რაღაცა შუალედური ბეწვის ხიდზე გავლის სიტუაცია, ამას ვცდილობ რომ გავაკეთო. როგორც ცდილობს ხელისუფლება რაღაცები შეიძლება სწორად არ გამოსდის. შეიძლება რაღაცები არ ვიცით, მაგრამ თქვენ საერთოდ არ აღიარებთ ამას. ანუ საფრთხე, რადგან მე ვლაპარაკობ, გამოგონილია, მაშინ პირდაპირ გამოდით და თქვი რომ ესენი იგონებენ ამ საფრთხეს. არის კიდევაც ახლა არის ვიღაც ახალგაზრდა გამოდიოთ ახლა უსმენ და ეს ხელისუფლება უკანასო ომის საშუალებით გვაშინებსო და ანუ გამოგონილია, აბაომი, ანუ ესე იგი ანუ ეს ყველაფერი ახლა რასაც მე ვლაპარაკობ. აი თუნდაც ეს დოკუმენტი, რა ვიცი, ნახეთ კაცო European Defense Readiness, ასე ქვია ამ დოკუმენტს, სანამ აგზიხართ, დაგუგლეთ და ნახავთ ახლა. ნუ მე რაღაცა სხვა ვიგორებ, ასეთი კიდე ერთი 10 დოკუმენტი შემიძლია დავასახელო ღია წყაროების, ნატოს წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, სადაც თუ გაეცნობ იმას, მიხვდები რომ ევროპა ემზადება რუსეთთან ომისათვის და თუ ევროპა ემზადება 800 მილიარდის მოსტაძებნად ევროპასთან ომისათვის, ახლა ჩვენ რა გამოვიგონეთ მაშინ? ნუ ამაზე ხო შეიძლება პასუხი გაგვცეთ და გითხარით მაშინ თქვენ რას აპირებთ ამ რუსეთთან? ჩვენი პოზიცია არ მოგწონთ, თავრობის არ მოგწონთ, გავიგეთ. თქვენი პოზიცია რა იქნებოდა?
გარდა იმისა, რომ ცუდია და საშინელებაა და ბოროტება რო არის და ეს გასაგები ემოციური შეფასებები, მაგრამ ეს ხო საკმარისი არ არის. ძირითადად ემოციური შეფასებებს ვისმენთ, რასაც უყურებთ ყოველ შემთხვევაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. ბატონო რომან, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას კონსტრუქციული დიალოგისთვის, რა თქმა უნდა დაგითმობთ ეთერს და ეს არაერთხელ შემოგვითავაზებია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვიღებთ ისევ რესპონდენტებისგან უარს, მათ შორის დებატებზეც, მათ შორის კონსტრუქციულ ფორმატში, შეხვედრებზე, დიალოგზე, პოზიციების გამოხატვაზე, გამოთქმაზე. ნახოთ, იმედი მაქვს, რომ საომავლოდ დაგვთანხმდებით ყველა ერთად, რომ დასხდეთ სტუდიაში სტუმრად და მოისმინოს თქვენი პოზიციები მაყურებელმა. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის, სტუმრობისთვის, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე მაგაცინცაძე ვარ და პარასკევამდე გემშვიდობებით.